მერთმა დაგლოცოთ ძვირფასო ძვანო და დანო. დღეს ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობელს ჩვენ შევსთხოვეთ, რომ დაალოცოს და წარმატება მისცეს ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა გადიან სააბიტურიენტო პერიოდს და ემზადებიან სტუდენტობისათვის. ძალიან მნიშვნელოვანი სასიხარულო და დასამახსოვრებელი პერიოდი გელოდებათ წინ ახალგაზრდებო სტუდენტობისა. თავარია თქვენ ეს დრო გამოიყენოთ სწორად, დრო არ გაფლანგოთ და შეიძინოთ სწავლა, შეიძინოთ ცოდნა. ცოდნის შეძენას, ანუ სწავლას სჭირდება უპირველესად ყოვლისა გულმოდგინება. ადამიანი შეიძლება ნიჭიერი იყოს, მაგრამ თუ მას გულმოდგინება აკლია, მაშინ ამ სწავლის პროცესში, რა თქმა უნდა, მას დააკლდება ცოდნის ხარისხი და რაოდენობაც. ჯერ კიდე სოკრატე ამბობდა, რომ ყველაზე რთულიო არისო დასაწყისი, ხოლო მაგის შემდგომ ყველაფერი დამოკიდებული არისო გულმოდგინებაზე. და აი გულმოდგინება ჭირდება სწავლასაც და საქმესაც. და ამ გულმოდგინებასთან ერთად და ნიჭთან ერთად ჩვენ გვჭირდება ღვთის შეწევნა და კურთხევა უფლისა. იმიტომ რომ ცოდნა, რომელსაც ჩვენ შევიძენთ, ამ ცოდნამ ჩვენ უნდა გაგვამდიდროს არა მხოლოდ გონებრივად, ინტელექტუალურად, არამედ მან უნდა გაგვამდიდროს ჩვენ სულიერად. და სულიერი სიმდიდრე უნდა გამოვლინდეს სიკეთეში პირველ რიგში და შემოქმედებით უნარში ადამიანისა. აი ეს არის ძვირფასო ახალგაზრდებო, რისი თქმაც გვინდა დღევანდელ დღეს ყველა ჩვენგანი უფროსი გისურვებთ წარმატებას საგამოცდო პერიოდში. გისურვებთ ღვთის წყალობასა და შეწევნას მთელი თქვენი ცხოვრების მანძილზე. და ის ცოდნა, რომელსაც თქვენ შეიძენთ, ეს ცოდნა ჩვენ ველოდებით კეთილ შედეგს ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი საზოგადოებისათვის, ჩვენი ქალაქისათვის, ჩვენი ეკლესიისთვის, ადამიანისათვის. ცოდნამ უნდა მოიტანოს სიკეთე. სხვაგვარად, ცოდნა შეიძლება იქცეს პირიქით დამანგრეველად ადამიანისთვის და საზოგადოებისათვის და შეიძლება უამრავი უბედურება დაგვატეხოს თავს.
მერთმა დაგლოცოთ ყველანი ძვირფასო აბიტურიენტებო და გისურვებთ წარმატებით გამოცდების ჩაბარებას. ძვირფასო ძმანო და დანო, მინდა თქვენი